სამწუხაროდ ნიშნები იმისა, რომ მთავრობა შეძლებს გააუმჯობესოს მდგომარეობა ნამდვილად არ არის. დეტალებზე ალბათ დღეს აქ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ბუნებრივია, როგორც ქვეყნის პატრიოტს, მინდა რომ ვუსურვო ჩვენს მთავრობას წარმატებული საქმიანი. რაც შეეხება რუსის ბაიკერების ამ პარკში შემოწმებას, თქვენ რა აზრით ხართ? უთხრეს რომ ისინი შემოვიდნენ და ისეირნობენ თავისუფლად, თქვენ როგორ არ უნდა ისეირნონ სტუმრებმა? არა, თქვენ გეკითხებით. მე ჩემმა მშობლებმა, ჩემმა მასწავლებლებმა ვაჟა-ფშაველაზე გამზარდეს. ჩემი თანამემამულენის თანამებრძოლებიც ძალიან ბევრი. ამიტომ სტუმარი მით უმეტეს მშვიდობით მოსული საქართველოში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. თუ ქართველები ვართ, თუ საქართველო და ქართული ტრადიცია და ისტორია ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამავდროულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ის ცუდი, რაც იყო, არასოდეს აღარ განმეორდეს და არასოდეს ქართველი ახალგაზრდები, საქართველოს მოქალაქეები უაზრობებში აღარ იღვწებოდნენ. ეს არ ეხება მეორე მსოფლიო ომს, ცხადია. მე მაქვს ხედველობაში 2008 წლის ომი, რომლის თავიდან აცილებაც ნამდვილად შეიძლება.